აქო ამდე რაღაცას გვასწავლიო და ბარაქაზე როგორ არ უნდა ვიცოდეთო და როგორ არ უნდა გვითხრაო და დავაი დოუშვათ ბარაქაზეც ერთი კაი პრაქტიკა. აუცილებელია, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკის გაკეთების წინ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ აგერიოთ რიტუალებში. ეს არ არის რიტუალი, ეს არის უბრალოდ ბარაქის მოსაზიდი სისტემა, რომლითაც ჩვენს გონებას ვასტიმულირებთ და ვიზუალიზაციას ვაკეთებთ იმის, რომ გადავაწყოთ ჩვენი გონება იმისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ ბარაქისთვის. ხო და რა არის მთავარი ძალა და ენერგია შუქი ამენთო აქამდე სად ვიყავ. ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდეს ბარაქა, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე პირობა გავითავისოთ. და ეს რამდენიმე პირობა იქნება ამ ვიდეოში. აუცილებელია პირველ რიგში ის რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როდესაც დილით გავიღვიძებთ, ჩვენი საწოლი და ჩვენი სივრცე მუდმივად იყოს დაალაგებულ მდგომარეობაში. მეორე, მაცივარი იყოს მუდმივად გამოსუფთავებული. და მესამე, უსარგებლო ნივთები სახლიდან იყოს წაღებული, გადაყრილი ან გაჩუქებული, რომელსაც არ იყენებ, რადგან ახალ ენერგიას მისცე სივრცე და შანსი, რომ მოვიდეს და მიზიდოს შენს ცხოვრებაში და ენერგეტიკაში. ბარაქა ძალიან დიდი მიზიდვისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხურდებს, რომელსაც სახლის ყველა კუთხეში დადებთ. ფანჯრის რაფებზე, ქოთნებთან, ყვავილებში, მაცივარზე, საკიდებთან, კარადებში, ყველგან, ჩემს სახლში სადაც შემოხვდით, ყველგან პატარ-პატარა ხურდები დევს და დაინახავთ აუცილებლად ამ ხურდას, იმიტომ რომ ყველა კუთხეში მიდევს ხურდები, რომ შემოვიდეს ჩვენ ენერგიაში ფინანსური ნაკადი. სხვათა შორის ეს არის მილიარდელების ტექნიკა, რომელიც ძალიან მაგრად ამართლებს. მადლობა ყურადღებისთვის. თუ მეტი უფრო დეტალური ინფორმაცია გაინტერესებს ბარაქაზე, შეგიძლიათ ვკითხოთ, ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა, რომელიც ჭირდება ბარაქის მოზიდვას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, დამავიწყდა კიდევ პურის ნამცეცები, პატარა პურის ნამცეცები, აი ზოგადად პური არის ხვავის და ბარაქის სიმბოლო ენერგეტიკულად ეზოთერიკაში და თუ პურის ნამცეცებს დაყრით პატარ-პატარა, აი თუნდაც ყვავილის იმაში, აი ეს კუთხეებში, აივანზე ერთ-ორ დადებთ ჩიტებისთვის, აი თუ აი პატარ-პატარა, აი ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაეცი შენი ხვავი და ბარაქა, იმისთვის რომ შემოვიდეს იგივე ხვავი და ბარაქა შენს ენერგიებში და ძალიან მაგარი პრაქტიკა არის სხვათა შორის. ასევე დაწერითაც გამახსენდა ახლა ძალიან მაგარი რაღაც. დაწერით შეგიძლიათ, რომ ხვავის და ბარაქის ეს რაღაც მოიფიქროთ, რომ წერთ, ფურცელს აიღებთ და ამ ფურცელზე წერთ. მე მზად ვარ ჩემ ცხოვრებაში შემოვიდეს ხვავი და ბარაქა და მე ვარ მზად გავათავისუფლო ძველი ნეგატიური ასპექტები იმისთვის, რომ ჩემ ცხოვრებაში სიახლე შემოვიდეს, ხვავი და ბარაქა შემოვიდეს და მე ბედნიერი ვიყო ამ ყოველივეთი. ამას წერთ. ყოველდღიურად დღეში ერთხელ 21 დღის განმავლობაში აპრაქტიკებთ. მე ეს ფურცლები დაწვით და ენერგეტიკულად უკვე დისციპლინის სახით მოვა მდგომარეობაში თქვენ ცხოვრებაში და ბარაქასაც და ხვავსაც მიიზიდავთ. ასევე ძალიან მაგარია ბარაქისთვის და ხვავისთვის ფულის შეგროვების ტექნიკა. ფული უნდა შეაგროვოთ, ოღონდ როგორც აი მილიონერების ტექნიკა არის ესაც ბარათში, ანუ პატარა ბარათში ან სადღაც, მაგალითად დაწერ ფულს ვინახავ და ვაგროვებ მანქანისთვის, სახლისთვის, ახალი საქმისთვის, რაღაცა ჩემი ბიზნესისთვის ან რაღაცა და ამაში ყოველდღიურად თუ ფულს ჩადებ, ანუ შენს ენერგიებში იტრიალებს ეს ფულის ენერგია და სამყარო ხედავს, რომ შენ მზად ხარ ახალი ენერგიისთვის, მზად ხარ იმისთვის, რომ ჩადო რესურსი შენი ნაშრომი რაღაც საქმეში და ფული აუცილებლად შემოვა შენს ენერგიებში. ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ ეს ვიდეო მოგეწონოთ და იმისთვის, რომ ეს ვიდეო თქვენთვის ჩავწერე, აუცილებელია რომ დაალაიქოთ, გააზიაროთ და დაარეპოსტოთ და ძალიან მადლობელი ვიქნები თუ ჩემ პოდკასტს დასაბსკრაიბებთ ჩემს YouTube გვერდზე. პოდკასტი 31-ზე მიწერეთ, თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გელოდებით YouTube-ზეც.